დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციამ მორიგი აქცია გამართა, მოთხოვნები უცვლელი რჩება. ისინი ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის გადაყენებას და სტუდენტური თვითმმართველობის ვადამდელი არჩევნების დანიშნას მოითხოვენ. სტუდენტების განცხადებით უნივერსიტეტში არაფერი კეთდება განათლების დონის გასაუმჯობესებლად და ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. მათი თქმით უნივერსიტეტის თვითმმართველობა მისთვის გამოყოფილ თანხებს მხოლოდ გასართობი ღონისძიებებისთვის ხარჯავს. სტუდენტების უფლებების დაცვაზე კი არავინ ზრუნავს. ბრალდებებს დღეს უნივერსიტეტის რექტორმა და სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმა უპასუხეს. ვიღაცას დაუმალოს და მოატყოსოს. მინიმუმ ან ჩემი სპეციალობა საგარეო საქმე და სამინისტრო ითხოვს რომ მინიმუმ სტუდენტს უნდა გააჩნდეს ორი ენა უნდა იცოდეს, უცხო ორი ენა უნდა იცოდეს და რაც ჩვენ და სამწუხაროდ ორი უცხო ენა კი არა, ერთი უცხო ენა არის სწავლება ჩვენს უმაღლეს სასწავლებლებში. ამიტომ აქ ის მინიმუმ სტანდარტებს საქართველოში ვერ ვაკმაყოფილებთ. თუ მიგზანდები და თუ ნახავთ მარტო გაკეთებულია პირველი ორი სართულები, რა თქმა უნდა კარგად არის ახლა გაკეთებული, მაგრამ შემდეგ ზევითი სართულებზე ვახვიდეთ არსად ისევ იგივე არის დარჩენილი და ეს ყველაფერი არის ფასადურად გაკეთებული. რექტორს, ადმინისტრაციას, აკადემიურ საქმეს, წარმომადგენლობით საბჭოს, ყველა ორგანოს, რომელიც არის ტექნიკურ, არავის არ აქვს უფლება ჩაერიოს თვითმმართველობის საქმიანობაში. მე შევთავაზე ჩემი საზრით გონივრული გამოსავალი, მე ვურჩიე ორივე მხარეს, რომ გააკეთონ ჩაატარონ ეგრეთ წოდებული სტუდენტური პლებისციტი. წინა ხელისუფლების ოპოზიცია ვიყავი, მე თვითმმართველობის არჩევნებში ვიყარე კენჭი სამთო გეოლოგიის ფაკულტეტზე და გავიმარჯვე. ეხლა კენჭი მათაც, ეხლა რო არალეგიტიმურად მიაშინათ ეს არჩევნები და რო თვლიან, ეხლა კენჭი იქნება მოიგოთ.